ამბობენ, რომ MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვაგიჟებს. ერთი დარტყმა, ერთი იდეალური კომბინაცია, რომელიც ყველაფერს ცვლის. დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ 20-25 წლის ტოპ 10 ნოკაუტს UFC-ში. სანამ უშუალოდ ვიდეოს დავიწყებდეთ, ძალიან ვთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ რომელი ნოკაუტი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. ახლა კი დავიწყოთ. მეათე ადგილი კაზამა სმითის წინააღმდეგ. ბრძოლა 2025 წლის 10 აგვისტოს ლას-ვეგასში UFC Fight Night-ის ფარგლებში შედგა. სმითმა კაზამა პირველივე რაუნდში უმძიმესი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსიც კი დაიმსახურა და დივიზიონში პოზიციები გაიმყარა. სმითს ახლა უკვე UFC-ში ჩატარებული 2 ბრძოლიდან 2 გამარჯვება დაუგროვა. მეცხრე ადგილი ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევი რემატჩი. ბრძოლა ლას-ვეგასში T-Mobile არენაზე გაიმართა UFC 320-ის ფარგლებში. ალექს პერეირამ პირველივე რაუნდში დააფინიშა მაგომედ ანკალაევი. ამ გამარჯვებით უატანმა დაიბრუნა ქვემძიმე წონის ჩემპიონის ქამარი და რევანში აიღო მანამდე მიღებული მარცხისთვის. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ წონაში ყველაზე სახიფათო დამრტყმელია. მერვე ადგილი ბონიკალი როდოლფო ვიერას წინააღმდეგ. ბრძოლა 2025 წლის ნოემბერში შედგა ნიუ-იორკში მედისონ სკვარ გარდენზე. მესამე რაუნდში ბონიკალმა ზუსტი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო ლეგენდარული გრეპლერი როდოლფო ვიერა. ამ გამარჯვებით ნიკალმა დაამტკიცა, რომ მას არა მხოლოდ ჭიდაობა, არამედ გამანადგურებელი დარტყმის ძალაც აქვს. მან დაამარცხა უმაღლესი დონის ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი და საშუალო წონის ტოპ 10-ს მიუახლოვდა. მეშვიდე ადგილი ვილიამ სალკილდი ნასრად ჰაკპარასტის წინააღმდეგ. ბრძოლა 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა UFC 321-ზე აბუ-დაბიში. სალკილდმა პირველივე რაუნდში ფეხი ძლიერი დარტყმით გათიშა გამოცდილი ჰაკპარასტი. ეს იყო სალკილდის მესამე გამარჯვება UFC-ში. მან ურთულესი მეტოქე სულ რაღაც რამოდენიმე წუთში გათიშა და დაამტკიცა, რომ მსუბუქ წონაში ძალიან სახიფათო ძალა გამოჩნდა. მეექვსე ადგილი კარლოს პრატესი ლეონ ედვარდსის წინააღმდეგ. ბრძოლა 2025 წლის ივნისში ნიუ-იორკში მედისონ სკვარ გარდენზე გაიმართა UFC 322-ზე. კარლოს პრატესმა მეორე რაუნდში თავისი საფირმო უზუსტესი მარცხენა დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო ყოფილი ჩემპიონი ლეონ ედვარდსი. ეს იყო შოკის მომგვრელი შედეგი. ედვარდსი ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ პრატესმა ამ გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ის დივიზიონის ახალი მონსტრია და საჩემპიონო რბოლაში ჩაერთო. ხუთეულს გახსნის დიეგო ლოპესისა და ჟან სილვას დაპირისპირება.
რომელიც 2025 წლის სექტემბერში გაიმართა. ეს ბრძოლა ორივე ბრძოლისთვის შანსი იყო ტიტულზე საბრძოლველად, რომელიც დიეგო ლოპესმა შესანიშნავად გამოიყენა და მეორე რაუნდში ბრწყინვალე ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ დიეგო ლოპესმა დაიმსახურა შანსი კიდევ ერთხელ იჭყობოს ტიტულზე ვოლკანოვსკისთან და რევანში აიღოს. მეოთხე ადგილი ისევ და ისევ კარლოს პრატესი, ამჯერად ჯეფ ნილის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა აგვისტოში გაიმართა კალიფორნიაში. პირველი რაუნდის ბოლო წამებზე კარლოს პრატესმა შესანიშნავი ნოკაუტით გათიშა ჯეფ ნილი. აღსანიშნავია ის, რომ ჯეფ ნილი აქამდე ასე არავის ჰყავდა გათიშული. ამ გამარჯვებით პრატესმა ტოპ-10-ში დაიმკვიდრა ადგილი და დაამტკიცა, რომ მისი დახმა ქვესაშუალო წონაში ყველაზე გამანადგურებელია. მესამე ადგილი ლერონ მერფი არონ პიკოს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა აგვისტოში UFC 319-ზე შედგა. ამ ბრძოლაში არონ პიკო დიდი მედად ითვლებოდა, მაგრამ პირველივე რაუნდში ლერონ მერფი ბრწყინვალე ნოკაუტით გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი მთავარი კონტენდერი საჩემპიონო ბრძოლაში. მეორე ადგილი მაუდისიო რუფი კინგ გრინის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ დატყვით ამ შესანიშნავი ნოკაუტით, რომელიც მაუდისიო რუფიმ შემოგთავაზა. და ისიც პირველი ადგილი ილია თუფურიას ნოკაუტი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ. ეს ნოკაუტი არამატო სილამაზით, არამედ მნიშვნელობითაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ დღეს ილია თუფურია ორი ზონის ჩემპიონი გახდა.